თუ დავაკვირდებით, დღეს თანამედროვე კაცი არის მიდრეკილი იმისკენ, რომ უქმად იყოს, არაფერი აკეთოს და იყოს უზრუნველყოფილი. უქმად ყოფა ადამიანს უნდა თუ არ უნდა, ნეფსი თუ უნებლიეთ, ცოდვებისკენ მიდრეკს. ასეთი ადამიანი მერე ეფლობა ცოდვებში. თუ დავაკვირდებით ამას, ძალიან კარგად დავინახავთ ჩვენ ახალგაზრდებში. სამწუხაროდ ჩვენვე ცუდ მაგალითს ვაძლევთ. არ გვიყვარს შრომა და თუ გვიყვარს შრომა, იმათ არ ვარჩმევთ შრომას. უქმად ყოფნას ვაჩვევთ. ეს ბავშვები რომ ამ ენერგიას ადახარჯონ არ იციან, ზოგი შედის ტელეფონში, ზოგი სად და ცილდებიან ღმერთს. ნახეთ ჩვენი ბავშვები უქმად ყოფნა როგორ გააფუჭა. ქუჩაში რომ მოდიხარ, ახალგაზრდებს რო ხედავ. საყურეები უკეთიათ, ყურზე, ცხვირზე, ენაზე, ტუჩზე, კიდე სად კაცმა არის. მოდიხარ და ახალგაზრდა გოგო ბიჭებს ხედავ, იმდენი ტატუ აქვს გაკეთებული. უქმად ყოფნისგან რაღაცა ხო უნდა ქნას. განსაკუთრებული რომ გეგონება მთელი ცხოვრება საპრობილეში იჯდა. უქმად ყოფნამ იქამდე მიიყვანა ჩვენი შვილები რომ ღამე ვეღარ იძინებენ და მთელი ღამე ღამის კლუბებში ატარებენ. უქმად ყოფნა არის დამღუპველი სენი და უნდა შევეცადოთ რომ ჩვენ თვითონაც სულ რაღაც ვაკეთოთ და ჩვენ შვილებსაც ბავშვობიდანვე შევაყვაროთ საქმე, პატარ-პატარა საქმე უნდა მივცეთ რომ მიეჩვენენ შრომას და არა დროის უქმად ტარებას.